ეს არის თბილის არხი, რადიო იმედზე. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. მოგესალმებით, რადიო იმედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. თბილისის დროით გახლავთ 11 საათი 25 წუთი და ჩვენ რადიო იმედის სტუდიაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროს ბატონ ალბერტ ჩანგსელიანს მასპინძლობთ. გამარჯობა. გამარჯობათ. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ ალბერტთან ერთად ჩვენ გამოვეხმაურებით ნარჩენების მართვის იმ რეალობას, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, იმ ვალდებულებების ბაზაზე, რასაც ევროკავშირთან სინქრონიზაციით გამოწვეული საკანონმდებლო ბაზა ქვია. ბატონ ალბერტ, მოდით ჩვენი დიალოგის დასაწყისში მე მცირე შესავალს გავაკეთებ და შემდეგ ამ სიბრწყიდან განვაგრძოთ ჩვენი დიალოგი. ჩვენ მოვდივართ იმ რეალობიდან, რასაც საბჭოთა კავშირის სტანდარტები ერქვა, შემდეგ კავშირის დაშლის შემდეგ ინერციით გავაგრძელეთ სვლა და იგივე ნარჩენთან მიმართებაში ნარჩენების გადამუშავების თუ მათი მოვლა, დასაწყობების და შემდეგ განადგურების მექანიზმები და საშუალებები ეს ყველაფერი რაღაცა თითქოს იმპროვიზაციულად ვითარდებოდა, თითქოს რაღაცა ინერციით მიდიოდა ამასობაში სოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში მით უმეტეს განვითარებულ სივრცეებში იგივე ნარჩენიდან ენერგიის მიღების თუ მათი დასაწყობების შენახვის თუ ასე შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით 1000 შესაძლებლობა ტექნოლოგია განვითარდა და დაინერგა, თუმცა ევროკავშირი ალბათ ამაშიც ერთ-ერთი ის მოწინავე სივრცეა, სადაც ამ ყველაფრის პროცედურულად გარეკეთების თუ გარდაქმნის და ამ სივრცის დაფარვის საკანონმდებლო ძალიან მოცულობითი ბაზა გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენი ევროპისკენ სulis ფორმატში ნარჩენებთან მიმართებაშიც ჩვენთან მიხარია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე გვაქვს ნარჩენების მართვის საკანონმდებლო ბაზა, თავისი ქვემდებარე აქტებით, თავისი საკანონმდებლო სრული ბაზისით და მხარდაჭერით და ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც სტანდარტი მაღალი გვაქვს, შემოვიდა ისეთი ცნება, როგორც არის ნარჩენების მართვის სპეციალისტის სხვადასხვა უწყებებში, კერძოდან სახელმწიფოთი დასრულებული და ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი, რასაც ქვია ნარჩენის გადამუშავების თუ საბოლოო დაბინავების სივრცე სადგური არის იმ ეპოქისა, რომელიც ამ რეალობას ვერ მიყვება. თუმცა ჩვენ პროცესი დავიწყეს და ეს პროცესი მიმდინარეობს. ახლა პირველ რიგში გითხარით, ბატონ ალბერტ, ჩვენ რაც საკანონმდებლო ბაზა მივიღეთ, ნარჩენების მართვის საკითხი ცოტა სხვანაირად არის გააზრებული და ამ რეალობიდან ვართ ამ საქმით დაკავებულნი. დღეისთვის როგორია ჩვენთან რეალობა? აი ამ საკანონმდებლო ბაზის შექმნამ, შემდეგ სპეციალისტების აუცილებლობამ და ამ მიმართულების ცნობიერების ამაღლებამ რამდენად წინწაწია ჩვენი ის მოქნილობა თუ შესაძლებლობა, რომელიც საკანონმდებლო ფორმალური და არა მხოლოდ ამ ნაწილის განვითარებას უწყობს ხელს იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო შედეგამდე მივიდეთ, რასაც სრული ციკლის თანამედროვე ფორმატში განხილვა მოიცავს ნარჩენების მართვისა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბატონ ზაზა, თქვენ ძალიან კარგი შესავალი გააკეთეთ და საინტერესოდ ჩამოაყალიბეთ ის ვითარება და ის გამოწვევები, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში არსებობს. დიახ, უნდა გითხრათ, რომ ნარჩენების მართვა, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. და ამას გვიჩვენებს ჩვენ დასავლეთის ქვეყნების, განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას. აი ამიტომ ამ სფეროში და ამ სექტორში დიდი მნიშვნელობა აქვს ეტაპობრივობას. მოკლევადიანი ღონისძიებები, საშუალოვადიანი ღონისძიებები, გრძელვადიანი ღონისძიებები და სისტემატურად მდგრად საფუძველზე საერთოდ დარგის განვითარება. ეხლა თქვენ შეეხეთ კანონმდებლობას და რა ვითარება გვაქვს ჩვენ ამ თვალსაზრისით. ჯერ კიდევ 2015 წელს შევიდა ძალაში ნარჩენების შესახებ კანონი კოდექსის სახით იქნა ეს მიღებული, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
კერძოდ ეს კანონი სრულ შესაბამისობაში არის შეიძლება ითქვას ასე ევროდირექტივებთან, რეგულაციებთან, სხვა განვითარებული ქვეყნების გამოცდილებასთან და აი ეს კანონი ეყრდნობა ეგრეთ წოდებულ ნარჩენის მართვის იერარქიას. რა არის ეს იერარქია? ეს მოიცავს და გულისხმობს თავის თავში ნარჩენების პრევენციას, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებას, ნარჩენების რეციკლირებას, აღდგენას, მათ შორის ენერგიის აღდგენას და ნარჩენების გათავსებას. მაგრამ ამ კონცეფციაში მთავარი რა არის? ამ კონცეფციაში მთავარი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი პრევენცია გავაკეთოთ, ან თუ წარმოიქმნა ნარჩენი, მისი გადამუშავება, რეციკლირება განხორციელდეს და რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი გათავსეს ნაგავსაყრელზე. ჯამში კონდეს აი ეს არის იდეა და აი სწორედ ამას ეფუძნება ისე როგორც ნარჩენის მართვის შესახებ ევროდირექტივა, ასევე ჩვენი კოდექსი, ეს არის ჩვენთვის ჩვენი დირექტივა, ჩვენი ქვეყნისათვის, აი სწორედ აი ამ იერარქიას ეფუძნება ის და მასში გაწერილია ნარჩენების შეგროვების, ნარჩენების ტრანსპორტირების, ნარჩენების დასაწყობების, ნარჩენების გადამუშავების მოთხოვნები, ნარჩენების კლასიფიკაციის, აღრიცხვა ანგარიშგების, ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის, გადაწყვეტილების, გაცემის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დარღვევები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ის ჩარჩო კანონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი სისტემის შექმნას და რა თქმა უნდა თქვენ უკვე ახსენეთ 24-მდე კანონქვემდებარე აქტი არის მიღებული. ყველა ეს კანონმდებლობა სრულად არის ჰარმონიზებული დასავლეთის ქვეყნების ევროკავშირის რეგულაციებთან და დირექტივებთან. მათ შორის არის კანონქვემდებარე აქტები ჩვენ შევეხებით, რამოდენიმე მსხვერპლს მაინც ჩამოთვლეს მუნიციპალური ნარჩენის მართვის შესახებ, სახიფათო ნარჩენების მართვის შესახებ, სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ, მწარმოების გაფართოებული ვალდებულების შესახებ სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტები ინსინირაციისა და თანაინსინირაციის შესახებ და ასე შემდეგ ეს საკმაოდ დიდი ჩამონათვალი არის. უნდა ითქვას, რომ ძირითადში ეს კანონმდებლობა ფაქტიურად შემუშავებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს, იმიტომ რომ მისაღებია კიდევ ახალ-ახალი ნორმატიული აქტები და არსებულშიც გარკვეული ცვლილებები შედის. ისე რომ აი ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული პროგრესი არის ქვეყანაში და ვითარდება ეს პროცესი. ამას საქმე უნდა მივაბათ, რომ კანონიდან გამომდინარე ფაქტიურად ჩამოყალიბებული არის დაგეგმვის სისტემაც. დაგეგმვის გარეშე, სწორი დაგეგმვის გარეშე ვერ მიიღწევა პროგრესი. რა სიტუაციებს და როგორი ეს სისტემა? დაგეგმარება ეროვნულ დონეზე, დაგეგმარება მუნიციპალურ დონეზე, დაგეგმარება კომპანიის დონეზე. ეროვნულ დონეზე უნდა გითხრათ, რომ ფაქტიურად შემუშავებულია და კანონმდებლობა ითვალისწინებს ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას, ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას. შემუშავებულია გრძელვადიანი 15 წლიანი სტრატეგია, ასევე პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა იყო შემუშავებული 2016-2021 წლებს მოიცავდა, ხოლო შემდგომ ეტაპზე მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმა შემუშავდა სტრატეგიიდან გამომდინარე და სტრატეგიის მოთხოვნების ასასრულებლად და ეს არის 2022-2026 წლები. უნდა გითხრათ, რომ სტრატეგია მოიცავს ძირითად პრიორიტეტებს, ძირითად მიდგომებს, ძირითად მიზნებს. სულ 13 მიზანი არის და 27 ამოცანა, 91 აქტივობა არის უკვე გეგმაში შემდგომ გაწერილი. მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენის მართვის გეგმები და თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს აქვთ ეს შემუშავებული და ასევე რაც მთავარია კომპანიებსაც აქვთ ვალდებულება შეიმუშაონ კომპანიის ნარჩენების გეგმები. იმ კომპანიებს, ვისაც წარმოექმნება ნარჩენები და იქ არის გარკვეული რაოდენობა ზღვრები და იმაზე უფრო მეტია ეს, შეიძლება ითქვას, რომ ვისაც წარმოექმნება 120 კილოგრამზე მეტი სახიფათო ნარჩენები, 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენები, 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენები კომპანიებისათვის, იურიდიული პირებისათვის და 1000 ტონაზე მეტი ფიზიკური პირებისათვის, ვისაც ამაზე მეტი წარმოექმნებათ, ისინი ვალდებული არიან შეიმუშაონ კომპანიის ნარჩენის მართვის გეგმები და ეს გეგმები შეათანხმონ სამინისტროსთან. და ეხლა უკვე ეს ძალიან ბევრ კომპანიას აქვს შემუშავებული ეს გეგმები, ეს შესაბამისი სამუშაოები განხორციელებულია, შესაძლებლობის გაძლიერების, ცნობიერების ამაღლების და კომპანიები
კომპანიები წარმოადგენდა ამ გეგმებს ათანხმებენ სამინისტროსთან. ყოველი ამან მოგცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ახალ ეტაპზე გადავსულიყავით და მართვის თანამედროვე სისტემები დაგვენერგა და მათ შორის ეს ეხება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენ თქვით რომ იერარქიის თანახმად რომ რეციკლირებას და გადამუშავებას უნდა შეეწყოს ხელი, მაგრამ ამას რო ხელი შეეწყოს ამისათვის საჭირო არის თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვა, მისი დანერგვა, კერძო სექტორის დაინტერესება ამ საკითხში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის მექანიზმების, ინსტრუმენტების ჩამოყალიბება, რომელიც ერთ-ერთი საფუძველი ხდება შემდგომში წარმატებული სისტემის შესაქმნელად და დანერგვისათვის. ბატონო ალვარ, თქვენ ბრძანეთ, მადლობა ასეთი სურათის წარმოჩენისთვის, იმისთვის რომ ახმადობა ადვილი იყოს და ხვდებოდეთ როგორი არის ახლა სიტუაცია და სურათი, თუმცა საინტერესოა თქვენი შეფასება შემდეგი მიმართულებით. თქვენ ახსენეთ ნაწილობრივ ამაზე გამეცით პასუხი, მაგრამ კონკრეტულად თუ შეიძლება უფრო ფოკუსირებული პასუხი, რომ თქვით რომ მომდევნო ეტაპზე გადავედით. რამდენად მაღალ ეტაპზე ვართ ჩვენ თუნდაც შემდეგი მიმართულებით? უკვე გვაქვს გეგმათა შექმნის ასე ვთქვათ კულტურა ნარჩენების მართვისა და ამ გეგმის შედგენა არ არის უბრალოდ ფარატინა ქაღალდის რაღაც გაუგებარი თუ აბსტრაქტული ციფრებით შევსება მხოლოდ, ხო? ამას ჭირდება კვალიფიციური მიდგომა და კვალიფიკაცია კადრების არის მნიშვნელოვანი და პლუს მოკლედ გრძელვადიანი სტრატეგია ახსენეთ ჩვენ ახლა საწყის ეტაპზე ვართ პრინციპში და დიდი გზა უნდა გავიაროთ იმისთვის რომ საბოლოო წერტილამდე მივიდეთ და ეს სრული კონვეიერული სისტემა ნარჩენების მართვისა იყოს ასე ვთქვათ მოქნილი და მუშავმდგომარეობაში, მაგრამ აი ამაში ალბათ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ინტელექტუალური მხარდაჭერის ნაწილი. აი ამ კუთხით, რასაც ნარჩენის მმართველის პროფესია ქვია და ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანთა შესაძლებლობა მათი ცოდნისა და ცნობიერების დონე თქვენ ადამიანს რომელსაც თავის ჯგუფთან ერთად ამ ყველაფრისთვის გაქვთ უდიდესი საქმე გაწეული და შრომა დაუფასებელი თქვენი მხრიდან როგორია შეფასება აი ამ ხრივ რა მოცემულა გვაქვს და რამდენად კარგად სწრაფად და სწორად ვითარდება. ძალიან საინტერესო საკითხი შეეხეთ, იქიდან გამომდინარე რომ რა თქმა უნდა თუ ჩვენ საუბარი გვაქვს პროგრესზე, აქ საჭირო არის მაღალი კვალიფიკაცია. მე ხაზი გავუსვი იმას რომ ნარჩენების მართვა საკმაოდ რთული სექტორია და აუცილებელი არის აქ მაღალი კვალიფიკაცია, ამიტომ დღის წესრიგში იდგება შესაძლებლობების გაძლიერება, განვითარება და ცნობიერების ამაღლება იმ სამიზნე ჯგუფების, ვინც უშუალოდ ჩართული არიან ნარჩენების მართვაში. როცა აი ამდენი ნორმატიული აქტი იქნა მიღებული, როგორ აიცი, როცა ამას სწრაფად მიაყრი შენ ვალდებულ თქვათ პირებს ამ შემთხვევაში განსაკუთრებით იგულისხმება კომპანიები, რომლებსაც გარკვეული ვალდებულებები გააჩნიათ, ისინი უკვე იბნევიან. ამიტომ საჭირო არის მათ მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია აი ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით და ამ მოთხოვნების დანერგვასთან და პრაქტიკასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენმა სამინისტრომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ სამინისტროში განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი არსებობს და ამ ცენტრთან ჩამოვაყალიბეთ ჩვენ და ეს კანონშიც გაწერილია მმართველის ეგრეთ წოდებული გარემოდაცვითი მმართველის კურსი, რომლებიც ძირითადად ორიენტირებული არიან ნარჩენების მართვაზე, თუმცა რა თქმა უნდა სხვა მიმართულებებზეც. მაგრამ გარემოდაცვითი მმართველის კურსი ეს არ არის გრძელვადიანი და რამოდენიმე წელზე გათვლილი და რაღაც. თავიდან ეს სულ ერთკვირიანი თუ შეიძლება ასე ითქვა ტრენინგ კურსი იყო და მინიმალურად აუცილებელი ინფორმაცია მიეწოდებოდათ, მაგრამ შემდგომ ძალიან დიდი მოცულობის თუ შეიძლება ასე ითქვას ინფორმაცია იყო მისაწოდებელი და დაგროვდა დიდი სამუშაო, აქედან გამომდინარე ახლა უკვე ის გახდა ერთთვიანი და დაინტერესებული მხარეები განსაკუთრებით ეს ეხებათ კერძო კომპანიებს, რომლებსაც ეს ვალდებულებები გააჩნიათ, ისინი მოდიან, გადიან აქ შესაბამის ტრენინგს, იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას ნარჩენის მართვასთან დაკავშირებით, მათ შორის ნარჩენის გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შემუშავდეს ნარჩენის გეგმები, როგორ მოხდეს ნარჩენების კლასიფიკაცია, როგორი მიდგომები უნდა იყოს ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით, ისინი გადიან დამატებით კონსულტაციებს სამინისტროსთან და შესაბამისად აი ეს პოტენციალი გაიზარდა. ძალიან ბევრი შეიძლება უკვე 1000 გადააჭარბა, ძალიან ბევრი გარემოდაცვითი მმართველი მომზადდა, რომლებიც
დაკავებული არიან სხვადასხვა კომპანიებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში და ისინი მუშაობენ ნარჩენების მენეჯერები და ძალიან დიდ როლს ასრულებენ ნარჩენების მართვის თვალსაზრისით. აი ეს პლატფორმა ძალიან ეხმარება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბევრი საერთაშორისო ჩვენ პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში სამინისტროს და განმახორციელებს ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა ამ პროექტებში არის კომპონენტი ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ხდება ყველა სამიზნე ჯგუფის ცნობიერების ამაღლება და მათი შესაძლებლობის გაძლიერება. განსაკუთრებით ეს ეხება კერძო გადამამუშავებელ სექტორს, ნარჩენების წარმოქმნელებს, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებია გასაძლიერებელი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია მუნიციპალური ნარჩენების მართვა და ამ ხრივ ეს სამუშაოები გრძელდება და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო კარგი პლატფორმა არის შექმნილი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით. ეთახმებით. ბატონო ალვარ, ჩვენ საეთერო დროის ამოწურვამდე თამარ რამდენი წუთი გვაქვს? მე მგონი 7, ხო? 7-8 წუთი. მოდით მე ახლა ორ კითხვას გავაერთიანებ, იმიტომ რომ თქვენგან მინდა მოცულობითი პასუხი. კიდე არაერთი მიმართულებით ქონდა სურვილი ჩვენი დიალოგის განვითარებისა, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ მოვასწრებთ. ჩემი აზრით, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, დღეს ნარჩენების მართვის აი ამ დიდ წამოწყებაში ერთ-ერთ აქილევსის ქუსლად ბრჭყალებში რჩება ის ბოლო პუნქტი, სადაც უნდა აღმოჩნდეს საბოლოოდ ნაგავი. ჩვენ კი გვაქვს იერარქია კონკრეტული და ჩვენი სტრატეგიის მიზანია, რომ რაც შეიძლება სეპარირება იყოს და რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის ნარჩენი დაგვრჩეს, თუმცა საბოლოო ობიექტი მათი განთავსებისა არის ნარჩენების გადამწვირთავი სადგური. სადაც ჩვენ ნაგავსაყრელები, სადაც ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ, რუდიმენტად გვაქვს საბჭოეთის ეპოქის შემდეგ შემორჩენილი ის ნაგავსაყრელები, რომელიც აბსოლუტურად სხვა სტანდარტის იყო და სხვა უსაფრთხოების, სხვა გამოწვევებით იყო მათი ფორმირება განპირობებული თუ ასე შემდეგ. დღეს აბსოლუტურად სხვა არის მიდგომა შეცვლილი. პერსპექტივას მე თუ სწორად მახსოვს თქვენგან ნათქვამი სიტყვები და თუ ცდები შემისწორებთ, ადრე იყო დაახლოებით 60 და დღეს გვაქვს 30-მდე, ხო? ასეთი სადგური. მათი რამდენად არის საშუალება, რომ მათი მოდერნიზება მოხდეს თანამედროვედ თუ ცალსახად დროთა განმავლობაში ის უნდა დაიხუროს და ნელ-ნელა ახლები უნდა შექმნათ თუ არა, ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა, თქვენ როგორც ამ საქმეში ჩახედული თავიდან ფეხებამდე აი საწყისიდან ბოლომდე აი სრულად ხართ იცით ყველაფერი, ამიტომაც საინტერესოა თქვენი სუბიექტური აზრი. რა იქნება ყველაზე სწორი საშუალება საბოლოოდ ნარჩენების უკვე სეპარირებული თუ დასაწყობებული ნარჩენების საბოლოო ფორმაციის საშუალება. ჩვენ გვისაუბრია იგივე ისეთ სადგურებზე, სადაც შეიძლება ეს ნარჩენი ენერგიად გამოვიყენოთ და დღეს ბევრი ტექნოლოგია არსებობს და ამიტომაც აი ამ კუთხით საბოლოო წერტილი, საბოლოო ფორმა თქვენ წარმოდგენაში საუკეთესო ვარიაციაში როგორი შეიძლება იყოს ჩვენთან. დიახ, ეს საკმაოდ ფართო ესეთი თემა არის. კი ბატონო, გეთანხმებით, აღერიცხებოდა 60-მდე ნაგავსაყრელი, ამ 60 ნაგავსაყრელიდან 24 ნაგავსაყრელი უკვე დაიხურა, იმიტომ რომ მაღალი რისკის მატარებელი იყო და დაბინძურების რისკებს ქმნიდა. 30-მდე ნაგავსაყრელს მხარი ნარჩენების კომპანიის მიერ, რომელიც რეგიონულ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ქვეშ არის ეს ორგანიზაცია, ეს კომპანია 30-მდე ნაგავსაყრელზე გატარდა მინიმალურად აუცილებელი ღონისძიებები და დღეს ისინი ფუნქციონირებს, ამას ემატება აჭარაში და ასევე თბილისის ნაგავსაყრელები. უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო სტანდარტის ნაგავსაყრელი ჩვენ მხოლოდ ერთი გვაქვს, ეს აშენდა აჭარაში და ყველანაირ ეს ამას შეიძლება ითქვას, რომ დავარქვათ სანიტარული ნაგავსაყრელი, რადგანაც ყველა მოთხოვნა საკმაყოფილებს, თუმცა ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ არ არის შესული, იქიდან გამომდინარე, რომ იქ განზრახულია ეგრეთ წოდებული MBT-ის მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მოწყობა, სხვა დამხმარე დამუშავების ობიექტების მოწყობა, ეს პროცესი გრძელდება, ძალიან კარგი საქმე გაკეთა აჭარაში. პიონერები არიან აჭარაში. და მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, რომელიც ოპერირებს თლიანად ქვეყნის მასშტაბით, ახლა სამეგრელოს რეგიონში ახორციელებს დაწყებული აქვს ეს სამუშაოები და ასევე თბილისს მას დაგეგმა იბიართან უკვე მათ აქვს მოლაპარაკებები და ისინი ცდილობენ რომ თანამედროვე
სტანდარტებში მოიყვანო ნაგავსაყრელი და ასევე ამ ნაგავსაყრელზე დაინერგოს წინასწარი დამუშავების ოპერაციები სისტემა. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მთლიანად ქვეყანაში საბოლოო ჯამში დაგეგმილია 8 რეგიონალური ასეთი ნაგავსაყრელის მოწყობა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, თუმცა იმაზე ნაკლებიც შეიძლება იყოს ერთი სპეციალისტის რიგის სპეციალისტის გადასახედიდან შეიძლება 8-ც არ იყოს საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე ეს ასეთნაირად არის განსაზღვრული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია ძალიან ნარჩენების რეციკლირება და ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენა. ნარჩენებს ან უნდა გადამუშავდეს მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ამისი დავნერგოთ, ან მისგან უნდა მივიღოთ ენერგია. ენერგიის აღდგენის თვალსაზრისით მინდა ყურადღება გავამახვილო. სამწუხაროდ საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენები, მაგალითად სამედიცინო ნარჩენები, ან სხვა ზოგიერთი სახის ნარჩენები, მათ შორის სახებათა ნარჩენები იწვება, მაგრამ ყოველგვარი ენერგიის აღდგენის გარეშე. ანუ ის ტექნოლოგია იმისთვის რომ განადგურდეს როგორც ნაკადები. ეს უტოლდება განთავსების ოპერაციას, ამას ჩვენ ვეძახით ჩვენს პროფესიონალურ ენაზე D10 ოპერაციას. აქ არ ხდება ენერგიის აღდგენა. ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების დაცვისას ენერგიის ამოღება და ანუ დაიწვას არა უბრალოდ იმისთვის რომ განადგურდეს, არამედ წაგვედგეს საქმეშიც. ასევე მივიღოთ მისგან სარგებელი. და ეს ახლა განვითარებულ ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება ეს. მათ შორის ევროპის ქვეყნებში, შვედეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, სხვა ქვეყნებში, იაპონიაში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ნაგავსაწვავი ქარხანა. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ენერგიას, ელექტროენერგიას და თბოენერგიას იძლევა აი ეს ქარხნები. მათ შორის არის ისეთი ქარხნები, რომლებიც 150-200 მეგავატიან სიმძლავრით მუშაობენ. ამიტომ ეს ძალიან საინტერესო საკითხია და ეს საკითხი მე ვფიქრობ, რომ უნდა განვითარდეს ქვეყანაში და ჩვენთან შესაძლებელია, შეიძლება ბევრი არა, მაგრამ შეიძლება 1-2 ქარხანა მოეწყოს, მაგალითად სიახლოვის პრინციპიდან გამომდინარე, ერთი აღმოსავლეთ საქართველოში, მეორე დასავლეთ საქართველოში და შეიქმნას და მოეწყოს ასეთი ენერგიის მიღების ქარხნები და სადაც მოხდება ნარჩენები. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ნარჩენები მოცულობაში ციკლებს, ამდენი ნაგავსაყრელი არ იქნება საჭირო, შესაძლებელია სულ 1-2-ოდე ნაგავსაყრელი იყოს ქვეყანაში, სადაც ნარჩენის დაცვის შედეგად მიღებული ნარჩენები განთავსდება. ან რაღაცა წინასწარი სეპარირების ობიექტები მოეწყოს და ასე შემდეგ. თქვენ რადგანაც ენერგიის მიღებაზე ისაუბრეთ, დიახ, აი ეს მნიშვნელოვანი მიმართულება, მნიშვნელოვანი მეთოდია და ამას წარმატებით იყენებენ ქვეყნები და მე ვფიქრობ, რომ საქართველოშიც ეს გაამართლებს და ძალიან საინტერესო იქნება. ამ საკითხებზეც მიმდინარეობს მუშაობა, არის მოსაზრებები, სხვადასხვა განხილვები და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალზე აქტუალური გახდება. ეხლა მე დროში შეზღუდული ვარ, მაინც 2-ოდე სიტყვა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი არის წარმოების გაფართოებული ვალდებულების დანერგვის თვალსაზრისით. ეს ნამდვილად ცალკე თემაა და დიახ, ხო. და აქ უკვე შექმნილი არის წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციები, რომლებიც უკვე ოპერირებენ ქვეყანაში, მთლიან ქვეყნის ტერიტორიაზე, ისინი აგროვებენ სხვადასხვა ნარჩენების ნაკადებს და ახორციელებენ მის გადამუშავებას. და ეხლა საუბარი არის თანამედროვე გადამამუშავებელი ობიექტების მოწყობაზე. უკვე არის კონტაქტები ეკონომიკის სამინისტროსთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ უკვე შემუშავებული აქვს გარკვეული პროექტები, ეგრეთ წოდებული ცირკულარობის შეფასებები გაკეთებული არის სხვადასხვა ნარჩენების ნაკადების, მათ შორის არის ნახმარის საბურავები, ნახმარის ზეთები, ელექტროდაელექტრონული ნარჩენები, აკუმულატორები და ასე შემდეგ. და მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ახლა ახალი სამიზნე არის ხმარებიდან ამაღებული მანქანების შემუშავებულია უკვე ტექნიკური რეგლამენტი და ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა ამას უახლოეს პერიოდში მიიღებს და ასევე შემუშავებულია პროექტი შეფუთვის ნარჩენების შესახებ. და ესეც ძალიან დიდი ლოტია, ძალიან დიდი სფერო არის, იმიტომ რომ მიახლოებით სადღაც 250,000 ტონამდე შეფუთვის ნარჩენები წარმოიქმნება და ამ ნარჩენების სეპარირებულად
შეგროვება და მისი შემდგომი გადამუშავება ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისათვის. და არ არის გამორიცხული რომ ნაკადები გაიზარდოს იმ ნარჩენების, რომლებიც მომავალში დაექვემდებარებიან წარმოების გაფართოებულ ვალდებულებას. ეს ძალიან დიდი თემა არის, ჩვენ მზადა ვართ თქვენი დაინტერესების შემთხვევაში კი ბატონო ამ თემებზე დიდი სიამოვნებით და ჩვენ ზოგადად მსგავს საკითხებს ძალიან გულშემატკივრობთ, იმიტომ რომ ზოგადად ჩემი სუბიექტური შეფასება ჩვენ კი ვამბობთ რომ ვართ დიდი კულტურის ქვეყანა, მართლაც ასეა, ძალიან დიდი მონაპოვარი გვაქვს და ეს ისტორია ძალიან მრავალფეროვანია. თუმცა როდესაც მე ევროპაში რაღაცა პერიოდის ყოფნის შემდეგ სხვა თვალით შევხედე, აღმოაჩინე რომ ნაგავთან მოპყრობის კულტურაში ჩვენ თურმე ასეთი წარსულის მქონე ერს ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს და მოვიკოჭლებთ სერიოზულად და ეს ჩემი აზრით საუბარი მიმყავს იქითკენ რომ არის ზოგადად კულტურის ნაწილი და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ჩვენთან ეს კულტურა ნარჩენთან დამოკიდებულების კულტურა განვავითაროთ და ამ ხრივაც უნდა გავიზარდოთ. უნდა გითხრათ რომ საკმაოდ გაზრდილი არის ცნობიერება ამ თვალსაზრისით. ხო, მაგრამ ჩემთვის იწყება და მთავრდება სიგარეტის ნამწუს რომ მანქანიდან ისე ვაგდებენ, აი საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არის მიიღოს ეს მაღალი სტანდარტები და აქტიურად იყოს ამაში ჩართული და კერძო სექტორი, მხედველობაში მაქვს გადამამუშავებელი სექტორი ძალიან აქტიური. მართალია მათი შესაძლებლობა ჯერჯერობით მწირია, თუმცა ინტერესი ძალიან დიდი არის ამ სფეროში და ძალიან ბევრი ცდილობს რომ მოერგოს ამ სისტემას და შესაბამისად განავითაროს ამ მიმართულებით ამ საკანონმდებლო გამოწვევას და თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ იმასთან მიმართებაში რომ შემთხვევითი არ არის თუნდაც 15 წლიანი სტრატეგიული გეგმა და შემდეგ გეგმების ვალდებულება ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ჩვენ დაგვეხმარება იმაში რომ უბრალოდ ჩვენ შევქმნათ საზოგადოებრივი მოთხოვნილება ბიზნესთან ერთად იმისა რომ უკვე გადამამუშავებელი სადგურებიც კი სხვა დონეზე გადავიდნენ და ამალდნენ. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისათვის. და რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემებსაც მოგვიანებითაც აუცილებლად შევეხებით, იმიტომ რომ ეს უნიშნულოვანესი საკითხია, რომელიც ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, რომელსაც უნდა განვითარება და ვართ თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ ამ ხრივაც გქონდეს ძალიან დიდი მიღწევა, შედეგები და გადავიდეთ სხვა რეალობაში. უღრმესი მადლობა რადიო მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროს ბატონ ალბერტ ჩანქსელიანს მასპინძლობდით ადამიანს, რომელმაც თავის ჯგუფთან ერთად მიიღო უდიდესი მონაწილეობა და მიუძღვით უდიდესი ღვაწლი იმაში, რომ დღეს ჩვენ ნარჩენების მართვის მსგავსი საკანონმდებლო ბაზა გვაქვს და პრინციპში დროთა განმავლობაში ამ ბაზამ უნდა გვაიძულოს, რომ საერთოდ ნარჩენების მართვის სხვა ციკლის და სხვა კონვეიერული რეალობის მომსწრენი გავხდეთ და ამ ხრივ ცვლილებები განვიცადოთ. მადლობა ჩვენ სტუმართან დიალოგი აიტვირთება რადიო ინდის Facebook გვერდზე. დროებით.